რას მიყურებ? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. გოლფებიდან და რაღაც მოცოგენებიდან. დასაუტოდან. რო გააფუჭოს BMW-ები და ფოტოგენზე ცუდიაო თქვას, არა? ესე იგი, დღეს არის რჩევები მატორებთან დაკავშირებით და როგორ მოუვაროთ მანქანებთან დაკავშირებით და როგორ მოუვაროთ მანქანებს და როგორ შეამოწმოთ ყიდვის დროს. მაგალითად, აგერ ამ მანქანას წყლის ოდნავ გაცხელების პრობლემა ჰქონდა, ეს მატორები დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს 79-ზე. ქარხნულად, კი ბატონო. და 80-ზე და 90-ზე რო ავა, უკვე აყვითლებს 95-ზე აწითლებს, გონია რომ ადუღებულია, გადმოდიხარ შლანგებს უყურებ არ თუხთუხებს, არაფერი, იმიტომ რომ დაბალ გრადუსზე მუშაობს. და ეხლა აგერ ამოვიღეთ რადიატორის უკან, ძალიან დიდი მტვერი არის, ჭუჭყი არის და ჰაერი ვერ გადის და ძრავს ვერ აგრილებს. ესეთ შემთხვევაში ან თერმოსტატი არ მუშაობს სწორად, ან რადიატორია გაჭედილი. ამ შემთხვევაში ახლა რაც ვნახეთ, რადიატორია ჭუჭყისგან გაჭედილი და ამოვიღოთ, გავწმინდოთ, გავასუფთავოთ. ყოველთვის შეამოწმოთ ხოლმე რადიატორებს შორის, ორი რადიატორი, სამი რადიატორი როდესაც შუაში ჭუჭყი გროვდება და ჰაერი ვეღარ გადის და მერე ძრავის რადიატორს ვეღარ აგრილებს წყალს. ამიტომ ყოველთვის შეამოწმოთ ხოლმე რადიატორებს შორის ჭუჭყი არ იყოს. თუ ჭუჭყია, შესაბამისად ჰაერი ვერ გაივლის და ვერ გაგრილდება ძრავის რადიატორი. აგერ აი, მაგალითად, სერვისერო თქვა რა ზოგადად. აი ესეთი ჭუჭყით არის სავსე რადიატორი. რო ამოვიღებთ რადიატორს, მაგასაც გაჩვენებთ რა იქნება რა. თან ამ მატორზე რადიატორი ეს ვიზუალურად ერთი რადიატორია, მაგრამ შუაში გაყოფილი არის. ზედა მხარე ემსახურება ცალგალოკას, ქვედა მხარე ემსახურება ცალგალოკას და ამას გალოკაზე, მარჯვენა გალოკაზე უყენეთ წყლის ტემპერატურის დატჩიკი, რომელიც ქვედა რადიატორი ემსახურება აქეთ მხარეს, სადაც წყლის ტემპერატურის დატჩიკია და ზედა რადიატორი ემსახურება აქეთ მხარეს და ავტომატურად როცა ქვედა მხარე არ გრილდება, დატჩიკი ხედავს და მაღალ ტემპერატურას წერს. და გონიათ რომ სხვადასხვა პრობლემა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის რადიატორის პრობლემა. მექანიკურად თუ და გაირეცხოს, ჯერ ამოვიღოთ, გავწვინოთ, გავასუფთავოთ და მერე ვნახოთ დანარჩენი. კალი გააქვს მერე? მაქვს. ტონიანი ბაკები მაქვს. CHF 11S. ეს არის მწვანე ფერის ზეთი, ჰიდრავლიკაში ისხმევა, უმეტეს BMW-ში ისხმევა მწვანე ფერის ზეთი. აი ახლა ეს რო ავაძრო, ამის ქვეშ, ნაკლეიკის ქვეშ აწერია ATF-ი აწერია რა. BMW-მ რო ეს კრიშკები გამოუშვა, ეწერა ATF. მე რო გადავიდნენ CHF-11S-ზე, ეს კრიშკა კი არ შეცვალეს, ეს სტიკერი დააწეპეს. და სტიკერი რო დააწეპეს, დროთა განმავლობაში ეს სტიკერი ხმება, ძვრება და მე რო უყურებ ATF-ი აწერია და შესთომით ასხავ უკვე ATF, წითელ ზეთს და უმეტესობა BMW-ში მიდის ეს მწვანე ფერის ზეთი და ყურადღება მიაქციეთ ხოლმე, როცა ჰიდრავლიკაში ზეთს ასხავთ, ვინ კოდით შეამოწმეთ. ATF-ი უწერია, წითელი ზეთი თუ CHF-11S-ი აწერია. ამას რო შეხედოთ, ეს რო ავაძრო, ეხა ამის ქვეშ ეწერება ATF-ი. და თუ ის წითელი ესხმევა, მე არ მუშაობს სწორად და მალე აფუჭებს ჰიდრავლიკის სისტემას, ხო, აფუჭებს რულავოის აფუჭებს, ნასოს აფუჭებს და ბევრ რაღაცას აფუჭებს, იმიტომ რომ გათვლილია სხვა ზეთზე და ასხავთ სხვა ზეთს. მაგასაც ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ. შეიძლება არ გქონდეს ეს სტიკერი, ამძვრალი იყოს სიძველის გამო და ეწეროს ATF-ი. ამიტომ ყოველთვის ვინ კოდით გადაამოწმოთ ხოლმე მსგავსი რაღაცა. ეს არის სარქველები, დროსელები, 10 წალი დროსელი აქვს, ანუ M5-ის ძრავს 10 ცილინდრიანს, სათითაო ცილინდრზე, სათითაო სარქველი აქვს. ეგ ნიშნავს, რომ თითო ცილინდრზე ჰაერი ჩადის ცალკე ინდივიდუალურად და არა ერთი იმითი. კი ბატონო. დროსელით. კი ბატონო. და ეს უფრო დიდ შედეგს იძლევა, ვიდრე ერთი დიდი დროსელი. რაც არის სპორტული. კი ბატონო. ავტოსპორტის სისტემა. კი ბატონო. აი რატომაც აქვს გამორჩეული ხმა ამ ძრავებს. არა მარტო მაგის გამო. N54 არის იჟექტორებს ვცვლით და მაგ იჟექტორებზეც ვილაპარაკებთ. N20 ძრავების პრობლემას, N55 ძრავების პრობლემას გეტყვით. კიდე დღეს მაგ მატორებით შემოვიფარგლოთ. დანარჩენი შემდეგში სხვადასხვა მატორებს განვიხილავთ კიდე. აქ არის მოდით ვასწავლოთ კიდე. გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი. რაც შეეხება N54-ის იჟექტორებს, ეხლა მაგალითად უკვე ცოტა დავაგვიანეთ ვიდეოს გადაღება.
ამ მანქანას ჰქონდა იჯექტორების პრობლემა. მოიტანა 4 იჯექტორი შეგვემოწმებინა. ვამოწმოთ როგორ ეს ტრუბკებს ამოვატრიალებთ, აქ დავაერთებთ. ეს არის იჯექტორის კაბელი. ამას ვაერთებთ და ვატრიალებთ ძრავს და უყურებთ როგორ აფრქვევს. საქართველოში ამის სტენდი არ არსებობს. რაც არის 5 ბარზე ამოწმებენ და 5 ბარზე წესიარად არ მოწმდება. ეს მანქანა მუშაობს მინიმუმ 50 ბარზე ხალასტოიზე და მაქსიმუმ 180 ბარამდე ადის. ზედვე ვაერთებთ მანქანაზე, ვატრიალებთ სტარტერს და უყურებთ აქედან როგორ აფრქვევს და უყურებთ წვეთავს თუ არა, გაზდის თუ არა ბენზინი რა. თუ არ თავს არ ისველებს და წვეთი არ აქვს, ესე იგი იჯექტორი კარგია. მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ 100%-ით იჯექტორი შემოწმებულია. ეს არის N44. ამატორებს პრობლემა აქვს იჯექტორების და ტურბინის გეითების. ხშირად ჩხრიალებს და გაწევას და ძალას კარგავს. თვითონ ძრავი მექანიკურად ძლიერი ძრავია, მაგრამ ეს გარე დეტალები, ეს იჯექტორები თითქმის უკვე აღარ იშოვება წესიერი. რამოდენიმეა შემორჩენილი, რომელიც კარგი იჯექტორია. ახალი ძალიან ძვირი ღირსცალი. ძალიან ძვირი ღირსცალი ახალი. და მე როგორც ვიცი $900-მდე ღირს ერთი ცალი. ო, BMW-ს ორი ოფიციალურში რომ მიხვიდე, როგორც ვიცი $900 ღირს ერთი ცალი იჯექტორი. უფრო იაფი? ვა. ხედავ? აი, კიდე პომპა კიდე. პომპა ეს, ყველა მიცის N44 იქნება, 15 თუ რა იქნება, თითქმის ყველას ერთი და იგივე პომპა აქვს და რესურსული არის რა. ამ ძრავებს სხვა ისეთი საგანგაშო, ეგ პრაკლატკები ყველას პრობლემა აქვს რა. რომელი მატორიც 105 გრადუსსა და 100 გრადუსზე მუშაობს, იმათ ყოველთვის პრობლემა აქვს პრაკლატკების. მაგიტო უწევენ ტემპერატურას დაბლა, რომ ეს პრაკლატკები რაღაცეები ხო არ გაფუჭდეს, მაგრამ წვა იმატებს რა. ბევრჯერ ვცადე ჩემ საკუთარ მანქანაშიც, ბევრ მანქანაშიც ტემპერატურას რომ დაუწევთ, ძრავისთვის, პრაკლატკებისთვის კარგია, მაგრამ წვა ცოტა ემატება რა. კლავიში რამე კალენვალი როგორია თან? იდეალურია. არა პრობლემა, ხო? არა. დაჟე ბევრი ვიცი N55-ებს ამის კალენვალზე აწყობენ რა. N44-ის კალენვალზე აწყობენ რაღაცებს გადაკეთება უნდა, მე არ გამიკეთები ეგეთი რაღაცა. ხო, მაგრამ ბევრისგან ვიცი რომ ამ კალენვალებს აყენებენ N55-ებში. და უფრო გამძლეარი. ამ მატორს სხვა ისეთი რაღაცა საგანგაშო პრობლემა არ აქვს რა. ბევრი თუ აქვს გავლილი, რასპედულების პრობლემაც აქვს, ამ მანქანაზე იყო ეგ პრობლემები, ძლივს ვიშოვეთ რაღაც რასპედულები, შეიკებს ჭამს და მერე შატკა აქვს და მერე ვანუსის ხმა აქვს, რასპედულების ხმა აქვს და ბევრი პრობლემა აქვს. თუ ბევრია გავლილი. ამ მატორებზე დილით რო ქოქავ ცივზე და ვიბრაციით იქოქება და მერე სწორდება, არის დიდი, მაღალი წნევის ნასოსი აქვს ამას კიდე პრობლემა. ძალიან პრობლემა არის თან. ახალი ღირს 1100 евро ღირს და რავი, ძირითადი პრობლემა ნასოსი და იჯექტორები არის რა. ნახვარი ბენზონასოსი სადღაც $300-მდე ღირს, ისიც ან გაამართლებს, ან არ გაამართლებს. უმეტეს შემთხვევაში არ ამართლებს ხოლმე. ყოფილა შემთხვევები რომ დაგვიყენებია, ყოფილა შემთხვევები რომ 1-5 ცალი შეგვიცვლია და არ უმუშავია და მე ახალი უყიდიათ რა და. ამიტომ ამ მატორების ყიდვის დროს, ამ მანქანის ყიდვის დროს შეამოწმეთ იჯექტორები, შეამოწმეთ ნასოსი და ტურბინის გეითები რა. გაზს რო დააჭრა და გაუშვებ ჩხრიალებს და მაგ დროს უკვე შატკა აქვს და იცვლება გეითები. გეითი შეცვლა ბევრი პრობლემა არ არის. მარტივად იშოვება და აკეთებ უპრობლემად. აი ეს იჯექტორები და მაღალი წნევის ნასოსი ცოტა პრობლემა არის ამ მანქანების რა. კარობკაზე რა? კარობკა კარგი აქვს. 6H, ხო? ეს DCT არის. ეს ESC არის და DCT არის. არა, DCT არის. აი მე DCT. 7 სიჩქარიანი DCT. 7. მაიცა 8 სიჩქარიანი DCT რომელია? მეც რა მაგარი ვარ. ESC არის, ეს არის 335 ESC და ESC-ს მოყვება DCT კარობკა რა. 7 სიჩქარიანი. და როგორი გამომდგარია მე? იდეალურია. მართლა? კი. ანტიფრიზი დავასხით და მოვრეცხოთ. მოდი აქ, მოდი აქედან. მოდი ესე. ჩვენი ლეკვები რო გაჩვენეთ იმ დღეს. მაგარი ფუმფულა და ბომბორა ლეკვები არიან, ძალიან ლამაზები არიან.
ნახეთ როგორი საყვარლები არიან მართლა ისე უფრო ძები არიან ძალიან საყვარლები არიან თან ფუმფულები და ჯერ ერთი თვის არ არიან ცოტა ხანში დედიკო მოვიდა იეჭვიან როგორი ფუმფულელეკვები არიან ცოტა ხანში მოუწევთ გაჩუქება და ვინმეს თუ გინდათ მაგარი ფუმფულა და საყვარელი ლეკვები ყველა ერთნაირი არის შეხედე თვალები 2 დღის თუ 3 დღის წინ გაახილეს მაგარი დიდი ძაღლები გაიჩნდებიან ნახე მოდი აქ ფუმფულა აი როგორი ფუმფულები არიან ხო და ვინმეს თუ გინდათ ლეკვები მოდით 7 ლეკვი მყავს კიდე უმეტესობა მამალია როგორც ყოველთვის მამლები მიყავს დედლები მრჩება ხოლმე და 9 დედალი მყავს დიდი და აქედანაც ეს მაგალითად დედალია სულ ქალებში ვარ ხო მოდი აქ ეს ვინ არის ეს მამალია აი მე ხერა საყვარლები არიან ომი ჩემი პაჭუკები ჯერ ეხლა იწყებენ ბოდიალს იმიტომ რომ აქედან არ გადმოდიან ჯერ ეს არის ძალიან საყვარელი ეს ბუჩხუზა ჩემი ბუჩხუზა ნახე რომ ფუმფულა არის მარტო ერთთან გამექცა მაშინ აქ დაკეტილი მყავდა და ღობეს გადაახრა და ის გარეთ ელოდებოდა კრევე და ოპა ხოდა არ მანამდე ის დანაჩენი ლეკვები კიდე ის ბევრი ძაღლის ნაჯვარი იყო და ეს იმენა ერთის არის იმიტომაც გამოვიდნენ კაები ერთადერთი და განუმეორებელი ხო და ეხლა მოხსენი შლანგები რაღაცები ამოვიღოთ რადიატორი და ვნახოთ რა მდგომარეობაში ჭუჭყი არის ხო ჭუჭყი აი აქაც აი რამდენი ფოთლები ყრია აი ესენი ყველაფერი ეკრობა მე რადიატორს და ვეღარ გრილდება აი ეს 2 წყლის გამოსაშვები ერთი ეს მეორე ეს ერთი რადიატორი ხო არის 4 შლანგი შედის აი ესე შუაზე არის გაყოფილი ეს ზედა მხარე ემსახურება ცალგალოკას ეს ქვედა მხარე ემსახურება მეორე გალოკას ძირითადად ეს ქვედა მხარე არის ხოლმე ესე ჭუჭყიანი ტალახით სავსე და ვერ გრილდება ხო ვერ გრილდება ცალი მხრის გალოკა და 5 ცილინდრი რა ხო და რო არ აქცევენ ყურადღებას ამას მე ცალი მხარე სულ გადახურებულია ხოლმე და ჩახაზული არის ბლოკი რა იმიტომ რომ ვერ გრილდება და ეს ორი გამოსაშვები იმიტომ რომ ეს ერთი უშვებს ამ მხრიდან ის უშვებს ზედას აგერა კიდე ორი დამაბრუნებელი საჰაერო წყლის შლანგი თუმცა თუ გავრეცხოთ კერხერით აი აქაც გამოვარდა გურამას ფეხები დაუსველეთ აი აქ წინდა მხრიდან ნახე ხო აი ესე გამყარუნარიანობა უნდა ქონდეს აი ეს კარგად ჩანს კიდე ერთი რჩევა მაქვს ეს ახლა დაბალწნევიანი კომპრესორია ეს კერხერი არის და დიდ წნევით არ მიუშვათ თორე ფრთებს გააფუჭებთ და რადიატორს გააფუჭებთ ჩაუკეცავთ ამ ფრთებს და ამას დიდი წნევა არ აქვს და მაგიტომ რეცხავ მე ტურბინიანი სვეჩები რა ენჟეკები 97-506 ზაზორის დაწევა როცა პროგრამა არის ჩაწერილი და გაძლიერებულია მანქანა ზაზორის დაწევა უნდა 0.55 მმ-ზე ხო ეხლა ამის რეკლამას აკეთებ თუ რა გინდა შენ არა მე ენჟეკა ხო ეგ ვიცით კონკრეტული მაღაზიის რეკლამას არ ვაკეთებ და ძირითადად ხმარობთ ხოლმე ამ ენგეკას
ბრენდის NGK ძმაო NGS არის ნუ გზარგი NGK და ვაპატარავებ ზაზორს 0.55-ზე. ეგ რას ნიშნავს ეს ზაზორი? არ ვიცოდი როგორ. მაღალ ტემპერატურაზე კი არის, მაღალ წნევაზე ისკრა რო არ ჩააქროს, ზაზორის დაწევა უნდა. ამიტომ უნდა დაუწიოთ და უკეთეს ზაჟიგანია რო ქონდეს, ზაზორი რო დაუწიოთ. ეხლა მეტი არის. მაგა წამოყოფილ თავსა და ერთ-ერთ შორის? აი ეს არის ახლა თუ ჩანს არ ვიცი. ხო. 0.55 მმ-იანი არის. თავს დააწვევი, გავუშვებ, შეამოწმებ. ესე გრუბად რო შევა, ესე იგი всё. დაწეულია ზაზორი 0.55. იგი ეს არის სვეჩის დაზაზორი, ხედავ. პლუს კიდე ყველაზე მთავარი რაც არის. შეიძლება სვეჩი დააზაზორო და ჩადების დროს გაუშვა ჩააგდო. და ეს თავი მოხდება, დაიღუნება და ზაზორი აირევა. ყოველთვის ეცადეთ ნელა ჩააცუროთ შიგნით და არ ჩააგდოთ. ან მაგნიტით ჩადეთ, ან რაღაცით ჩადეთ, რომ ლამაზად ჩასვათ შიგნით და არ გაუშვით, თორე პირველი ჩაგდების დროს შეიძლება თავი მოხდეს დაბლა, შეიძლება რა მოხდება უეჭველი და ზაზორი აირევა და დაიჭეჭყება თავი და ნუ სვეჩი გაფუჭდება. ყოველთვის ეცადეთ სვეჩები რამით ჩადოთ ბოლომდე და არ ჩააგდოთ. ახლა დავაზაზრო, ხო? ერთი დაზაზორებულია. კიდე ყველაზე მთავარი რა არის, ხა წეღან მე ვიდეოში თუ ნახავდით, აქედან არ დამიცლია წყალი, შლანგები ჩავხსენი და ისე დავცალე რა, რატო არ დავცალე? ხშირად ეს პლასმასები ფუჭდება, ხმება ტემპერატურაზე და რომ მოუშვებ, ტყდება. და всё, მე ეს აღარ იშოვება და მე შეიძლება რადიატორის ყიდვა მოგიწიოს ამ პლასმასის გამო და ყოველთვის მოერიდეთ ხოლმე აქედან წყლის დაცლას. ჯობია ესე შლანგი გადახსნა დაღვარო, ვიდრე აქედან ეს მოუშვა და გატყდეს და მე რადიატორი გექნეს საყიდელი. ცალკე თუ იშოვი ამ პლასმას კი ბატონო, თუ არა და მე გეტყვიან რომ ცალკე არ ვყიდი ძმაო და ყიდულობ რადიატორს პლასმასის გამო. ოდნავ პატარა შკივი არის, წონაშია ნაკლები და უფრო თავისუფლად ბრუნავს. ოდნავ მეტი ცხენიზალა უწერია, 14 ცხენიზალა უწერია ამ შკივს საიძე რომ ყიდულობ ამ მოდელს. 14 მიუმატე და გამოვა იმდენი. და 507 არა აქვს ამას, 500 აქვს. 507 PS-ია. PS-ი აქვს და ხო, რაც სხვაგან ზომილებაა და HP-ში გადადი არის 500. თუ რა გინდა? ვიდეოს უყურებ. ისეს გადაკეთებული მაყუჩი აქვს, მოხდება ამის დამატ დაჯარიმება. ჩვენი ინიციატივებით, რომ სადაც წუხდებოდა მთელი სამეზობლო მოსახლეობა და ასე შემდეგ, ხელში ხმა მიჭირავს ხმაური სეზონი აპარატი, რომელიც გვაქვს ჩვენ და საკმაოდ ცვირიც არ ჩდება, ასე ვთქვათ. ის მერე, ღამე ეხა მართლად ეხავს, ბევრჯერ ყოფილა ელიავაზოვ ცხოვრობდა გამოუულია ღამე იქ დაბლა ელიავაზ და შემაწუხებელია მით უმეტეს ბავშვები თუ ყავთ სახში მაგათას ვეთანხმები, მაგრამ რა ზღვარს დააწესებენ? 10 ცილინდრიანზე, M5-ზე, M6-ზე, Lamborghini-ზე, Ferrari-ზე, მოტოციკლეტებზე ის ხო ქარხული მანქანებია და ქარხულა ძალიან დიდი ხმა აქვს და აი მაგაზე რა იქნება არ ვიცი რა. იმიტომ რომ ადრე მე გამაჩერეს ქარხული M5 თუ იყავი და გამაჩერეს რამოდენიმე წლის წინ იყო ეგ ამბავი. ჯარიმა დამიწერეს, მე გავასაჩივრე და მომიხსენეს ეგ ჯარიმა, იმიტომ რომ ქარხული მანქანით ვიყავი. ის კი მეუბნებოდა რომ დიდი ხმა აქვს და მეუბნებოდი მეთქი გაზომე და იმის მიხედვით რა ხმაური ექნება, იმის მიხედვით დამიწერე ჯარიმა მეთქი. არ მაინტერესებსო, ჯარიმა დამიწერა თუ რამე გინდაო? გაასაჩივრეო. მე ავდექი და გავასაჩივრე. ეგ გასაჩივრება 100 ლარიან ჯარიმა დამიწერეს, გასაჩივრება დამიჯდა 1000 ლარი. აქეთ იქით ცირბილი, ბენზინის წვა და რაღაცეები, საერთო ჯამში 1000 ლარი დამიჯდა. მაგრამ ჯარიმა მოახსნევინე რა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეგ არასწორი ჯარიმა იყო. ქარხულ მანქანას დამიწერა ჯარიმა და ეხაც მაგალითად თვითნებურად გადაკეთებული გრუშტელი მესმის, კი ბატონო, ხელით რო ააწყობ რაღაც მამ. ვისაც ბრენდირებული უყენია, მაგალითად დინანი, მაგალითად სუპერ სპრინტი, მაგაზე რა ხდება, ვერ ხვდები. ხო, გინდათ აკრაპოვიჩი. ეგ ბრენდები ხო ამერიკაში, ევროპაში სერტიფიცირებულია და იმათ კანონში ჯდება, ხო? ჩვენთან რა მოხდება, ეგ არ ვიცი. მე მაგალითად ეხა M6-ით რო დავდივარ, დინანია ყველაფერი. არ ვიცი, თუ მაგაზე ვინმე ჯარიმას დამიწერს, მე მაქსიმალურად
მივაწვევები, გავასაჩივრებ, რომ ეგ თვითნებურად გადაკეთებული არ არის და ბრენდირებული არის. ალბათ მაგასაც გაითვალისწინებენ და ეგეთ რაღაცაზე ჩვენ ვისაც ბრენდირებული მართლა ძვირადღირებული და მანქანის ფასი გრუშტელები რო გვიყენია, წესით ჩვენ ჯარიმა არ უნდა შეგვეხოს, მაგრამ 11 საათის მერე ეგ მანქანაც რო იყოს ბრენდირებული, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ, რომ არ უნდა ვიხმაუროთ რა. სულო იდეალური მანქანა ყავდეს, მაინც რო ქარხნული იყოს, მაინც ღამე დიდი ხმა აქვს და ჯობია შევეცადოთ, რომ 11-ის მერე ხალხი არ შევაწუხო. არა მარტო ვაჟაზე, ყველგან მით უმეტეს განსაკუთრებით ვაჟაზე მეც მივლია და მიხმაურია ვაჟაზე, მაგრამ არ არის სწორი რა. ხო და რავი, ალბათ გაითვალისწინებენ და ესეთ მანქანებს არ გაგოჩერებინებენ და რაღაცა შარში არ გაგხვევენ რა. მაგალითად საპატრულო პოლიციას ყავს M5. ო და ის მანქანაც იგივე ხმაურიან და მე თუ ჯარიმა მეკუთვნის, მაშინ იმ მანქანასაც ჯარიმა ეკუთვნის და ის მანქანაც უნდა გაჩერდეს. ჩემი აზრი ეგ არის. არავის არ გეწყინოთ, უბრალოდ სიმართლეს ვიძახი. ეხლა რაც შეეხება N20 ძრავებს, N20-ებს აქვს ცეპის პრობლემა, ბაშვაკების პრობლემა, Z-ის ნასოსის ბალანსირის პრობლემა და პლუს N55-ს, N20 და S55-ს აქვს გალოუკის პრობლემა. გალოუკა იბზარება დროთა განმავლობაში და მე სულ პატარა-პატარა ჩავარდნები აქვს, სვეჩთან იბზარება, კომპრესიას აპარებს, პატარა-პატარა ჩავარდნები აქვს. უმეტესობა საქართველოში ერთი 70-80% ეგრე გაბზარული გალოუკი დადის, დიდი ხანი დადიან, მაგრამ იდეალური არ არის. პატარ-პატარ რაღაც პრობლემები აქვს. მე სანამ ის ბზარი დიდზე გავა მუშაობს, მე ეწება უკვე სერიოზული პრობლემები, ჩავარდნები და ბევრი რაღაცები და მინდა გაჩვენოთ ეგეთი რაღაცა, როგორ შეგიძლიათ ნახოთ მანქანის ყიდვის დროს. სვეჩები უნდა მოხსნათ და ენდოსკოპიური კამერით ჩაიხედოთ ცილინდში, ოღონდ კამერა გინდათ როგორ იცი, ეს ჩანს, აი ეს რომ უხვევდეს, რომ ზევით დაინახოთ გალოუკა, რომ ჩაყოფთ, მე დაატრიალოთ და გალოუკას შეხედოთ რა. უნდა დაათვალოთ, რომ შესაბამისად ცილინდრი დახაზული არ იყოს, კოროზია არ ქონდეს, შეჭმული არ იყოს და პლუს მე ამოხედოთ გალოუკას. რომ გაბზარული არ იყოს. აგერ არის აი ეს ადგილი, თუ ჩანს ახლა. აი ზოლი რო აქვს. აქ ერთი ბზარი სვეჩიდან კლაპნისკენ, აქეთ აქვს მეორე ბზარი. აი ეს მეორე ზოლი. აი ესეთ რაღაცეები ყოველთვის უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვის დროს N20-ს, N55-ს და S55-ს. აქვს ეს პრობლემა. გალოუკა იბზარება და მე იწყება მთელი ამბები. ცვლით ყველაფერს და ანუ გალოუკა გაფუჭებულია მაგ შემთხვევაში. აი მცირე ჯორგანიები, რაღაცეები ახასიათებს მაგას? კი, ბევრი რაღაცა არის, რაც ჯორგანიებს და ვიბრაციები აქვს. მაგალითად სვეჩები, ფარსუნკები, მაღალი წნევის ნასოსები. N26 უკვე გაუმჯობესებული აქვს ეგ სისტემა და ნაკლებად აქვს N26 ეგ პრობლემა. N20-ს ბევრი პრობლემა აქვს სამაგისოდ რა. რომელიც Euro 5 ინჟექტორებზე არის. Euro 6 ინჟექტორები უკვე გაუმჯობესებულია და ეგეთი პრობლემები ნაკლებად აქვს. ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ძრავს თუ ყიდულობთ, ცილინდში ჩაიხედეთ და შეამოწმეთ ცილინდრის მდგომარეობა, შეჭმული ხო არ არის, კოროზია ხო არ აქვს და შეამოწმეთ გალოუკა გაბზარული არის თუ არ არის. ცეპი ნაკლები პრობლემა არის, იმიტომ რომ ცეპს მოხსნი, შეცვლი, ააწყობ და პრობლემა არ აქვს და გალოუკას ვერაფერს ვერ უზავ. უნდა გამოცვალო გალოუკა. და გალოუკა ცოტა რთული თემა არის. ხო, ძრავია მთლიანად დასაშლელი რა. სხვა N20 ისეთი პრობლემა არ აქვს. N20 ყოველ 100.000-ის მერე ჯობია შეიცვალოს ცეპის კომპლექტი, ზედა ქვედა ცეპი. ბევრი მინახია რომ ზედას ცვლის, ქვედას არ ცვლის და უცებ მერე ყიდიან და მერე ქვედა ცეპი იმტრევა და მერე პრობლემები და ლაპა იჭედება და მერე ისტუკება და არჩე დიდი ამბებია რა. ჯობია ორივე ზედა ქვედა ცეპი შეიცვალოს, ხარისხიანი ნაწილებით აიწყოს, რომ მერე პრობლემა არ ქონდეს. ბევრი ყოფილა რომ მინახია ცეპი შეუცვლიათ რაღაცა და მერე მოტორის პრობლემა შეექმნა. ყოველთვის შეამოწმეთ Z-ის წნევა. ხალასტოი აბაროძე ცხელ ძრავზე 2 ნახევარზე დაბლა არ უნდა იყოს. როგორ მოწდება ეგ? კომპიუტერით მოწდება დიაგნოსტიკით პირდაპირ პრობლემა არ არის, თუ Z-ის წნევის დატჩიკი მუშაობს, ჩვეულებრივად დიაგნოსტიკით შეხვალთ და შეამოწმებთ Z-ის წნევას. ცხელ ძრავზე 2 და 5-ზე დაბალი არ უნდა იყოს. მინახია ბევრი 2 და 2-ია, 2 და 1-ია, 2-ია, არ ანთებს, მაგრამ მიდის ცვეთა და დიდი ხანი არ მუშაობს, ხო? ძირითადი პრობლემა არის ხოლმე Z-ის ნასოსზე აყენია ბალანსირი.
წინა მხარე, სადაც კბილანა დგება ბალანსირზე, ის ადგილი ცვდება და იქიდან ზედწნევას აპარებს და თუ შატკა აქვს და გაცვეთილია, ზედწნევას გააპარებს და მერე იფუჭდება ყველაფერი. უკვე გალოკაში ზედწნევა არ ყოფნის, არსად ზედწნევა არ ყოფნის და მერე უკვე ძრავი გადასაგდებია, ასე ვთქვათ რა. ან უნდა დაახარჯოთ 3 ძრავის ფასი, რომ ეგ ძრავი მოიხოდოს და ნორმალურ მდგომარეობაში მოვიდეს და ეგ დროს ჯობია პირდაპირ ძრავი შეცვალოთ, წესიერი ძრავი ნახოთ და ჩააყენოთ ძრავი. ბევრად იაფი დაждდება და უფრო მალე მოხდება ეგ ყველაფერი დროში. რაც შეეხება ვალვეტრონიკს, ადრე წინა ვიდეოებში ვთქვი, აკუმულატორიდან გამომდინარე, თუ აკუმულატორი სუსტია, აკუმულატორის მდგომარეობაც მოწვდება კომპიუტერით, ჩემ წინა ვიდეოებში მაგაზე ნალაპარაკები, როგორ უნდა შემოწმდეს აკუმულატორი კომპიუტერით. ბევრჯერ ყოფილა, რომ აპარატით, ცალკე აპარატებია ზედ აკუმულატორს რო ადებდა ამოწვებ, იმითი შეგვიმოწვებია და კარგი იყო და BMW-ს ოფიციალური პროგრამით რო შეგვიმოწვებია, აკუმულატორი სუსტი იყო. და ჯობია კომპიუტერით შეამოწმოთ, ვიდრე აპარატით. შეიძლება აპარატი შეცდეს, მაგრამ ოფიციალური პროგრამა არ ცდება და ამოწმებს იმ მდგომარეობაში, ყველანაირ დატვირთულ მდგომარეობაში ამოწმებს აკუმულატორს. და ჯობია ყოველთვის აკუმულატორი შეამოწმოთ კომპიუტერით, დიაგნოსტიკით, BMW-ს ოფიციალური დიაგნოსტიკით. ეხლა წავიდეთ N55-ზე. ესე იგი, ეხლა ეს არის N55 ძრავი. ამ ძრავების პრობლემა იგივე არის, ცილინდრები იბზარება, გალოკა იბზარება და კამერით უნდა გადაამოწმოთ. ამ ძრავებს აქვს კიდე რასპედლის, შემშვები რასპედლის პრობლემა, შეიკები იხაზება და მერე ისტუკება და ბევრი პრობლემა არის აქაც. ვალვეტრონიკს რაც შეეხება ამ მოტორზე, ყოველთვის უმჯობესია ვალვეტრონიკის პრობლემა რო იქნება, შეიცვალოს ღერძი მოტორჩიკიანად, თავის პაჩევნიკებიანად. ხშირად არის მაგალითად ამ მანქანაზე მანამდე პრობლემა ქონდა, შეცვალეს მარტო მოტორჩიკი, ახალი BMW-ს ორიგინალი მოტორჩიკი ეყენა რომ მოხსენი, ღერძი იყო დარჩენილი ძველი და კბილები ქონდა გაცვეთილი და იდეალურად არ სრიალებდა კბილები ერთმანეთში, მოტორჩიკის კბილანა და ღერძის კბილანა, მაგალითად აი ეს კბილანა რა. ერთმანეთში არ სრიალებდა იდეალურად და რაღაც მომენტში გზადაგზა იჭედებოდა, გრუბად დადიოდა. ცოტა ხანი იმუშავა და ამ გაჭედვით მოტორჩიკი დააზიანა და გამოვიდა მწყობრიდან. ეხლა ვცვლით ყველაფერს, პაჩევნიკებსაც, ღერძსაც და მოტორჩიკსაც. რაც შეეხება აქ არის კიდე ერთი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ეს არის მესამე შეიკა, რაც იჭერს რასპედვალს. ანუ 6 შეიკა აქვს. და ეს არის მესამე, აგერ აწერია ციფრები ყველას. ნომერი 3 არის დამაცენტრებელი ღერძის, რომ მარცხნივ, მარჯვნივ არ იაროს რასპედვალმა. ეხლა ეს ღერძი კი არა და შეიკა დამაცენტრებელი არის გაცვეთილი, აი გვერდზე აქვს მოცვეთილი თავი, კანტი აქვს და რაღაც მომენტში რასპედვალს ესო დავაყენე და ვამოძრავებდი ყველაფრის გარეშე იჭედებოდა. ახალი კბილანა. აი ესე რო დავაყენე, რო ვატრიალებდი, იჭედებოდა. მოხსენ ნახე და ეს გვერდია გაცვეთილი. ამიტომ ეს რო გვერდია გაცვეთილი, სულ ეს რო ახლები დააყენოთ, პაჩევნიკიც, ღერძიც, მოტორჩიკიც, ყველაფერი რახანეს გაცვეთილია და ღერძი დადის მარცხნივ, მარჯვნივ, რაღაც მომენტში აქ მოედება და იგივე პრობლემა შეექმნება. ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება მესამე ნომერ შეიკას, გაცვეთილი აქვს თუ არა გვერდები. აგერ არის ეს მერე მომიტანა მეპატრონემ სხვა შეიკა, რომელიც არის იდეალურად გაცვეთილი გვერდი არა აქვს და ეს უნდა დავაყენოთ ეხლა, რომ ამ მანქანამ გააგრძელოს სწორი მუშაობა ვალვეტრონიკის სისტემაში. ბევრი არის, რომ ამას ყურადღებას არ აქცევს და აწყობენ ახალ ნაწილებს, აწყობენ, მერე ფუჭდება მალე და მერე მიდის, რომ აი რაღაცა გამყიდულებს ეჩხუბებიან, რომ ცუდი ნაწილი მომეცი და ასე შემდეგ რა. თუ ყველაფერს სწორად დააყენებთ და გააკეთებთ ისე როგორც არის წესი და თუ გაფუჭდება მართლა, ის უკვე მართლა იმის ბრალია და ამ შემთხვევაში ახლა არის პატარა დეტალები, რაც არის უკვე მექანიკური მხარე, ძრავის მხარე და სულო იჭხუბოთ ეს რო ნახონ, ავტომატურად გეტყვიან რომ აი ამის გამო გაფუჭდა ყველაფერი და არავინ არ ანაზღაურებს ამ ხარჯებს, რაც არის უკვე ვალვეტრონიკის სისტემაში და ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს. პლუს მე რას ვაკეთებ, ვალვეტრონიკს რომ მოვხსნი, ყველაფერს დავაყენებ, ხელით ვატრიალებ ღერძს და ყველანაირ პოზიციაში უყურებ, სადმე რამე გრუბად ხო არ არის. მაგალითად, პაჩევნიკი გაიჭედა, პაჩევნიკზე არ სრიალებს ღერძი კარგად. ბევრი ისეთი რაღაცაა, რაც შეიძლება აწყობის დროს, მუშაობის დროს უფრო მეტად გაიჭედოს, მალე გაფუჭდეს ღერძი. მოტორჩიკი.
პლუს არის შემშვები რასპედულის პრობლემა რა, ეს შეიკები უნდა მოხსნათ. მაგალითად, ერთ ცალი მოხსნათ, ვნახოთ რა მდგომარეობაშია. უფრო ძირითადად მე-6-ე, მე-5-ე ფუჭდება ხოლმე. ის თუ დახაზულია, მე უკვე ბევრი პრობლემები ექნება ძრავს. აქედანაც იცის ზეთის წნევის გაპარება, ზეთის წნევის დავარდნა. წეგან 2 და 5 ბარზე რო ლაპარაკობდი, აქაც იგივე არის, 2 და 5 ბარი უნდა კონდეს ცხელ ძრავს წნევა ხალასტოიზე. და როცა ეს შეიკები იცვითება, რასპედვალი იწევს გარეთ, უკანა მხრიდან, აი აქ უკანა მხრიდან შემოდის სასმასკები, რასპედვალი იქით რო გაიწევს, ზაზორს იკეთებს და ზეთის წნევა აქეთ-იქით ეპარება. და ავტომატურად ზეთის წნევა აქ ცოტა მერე დაბალი. ზეთის წნევა როგორც კი ჩამოვა დაბლა 2.5-ზე დაბლა, მერე იწყებს ნელ-ნელა ცვეთას ყველაფერი. იმიტომ რომ საკმარისი ზეთის წნევა აღარ აქვს. აჰა, აი აგერ არის. აი, ამასაც დაწყებული აქვს ჭამა. აი ამ ადგილში, თუ ჩანს კამერაში, აი აქ. აი ამ ადგილში გაპრიალებულია და მერე აქ არის ნაჭამი. აი აქაც. აი ჩანს, აი ეს ადგილი არის სუფთად, ეს ადგილი არის შეჭმული და უკვე რასპედვალს დაწყებული აქვს იქეთ გაწევა. ანუ დაწყებული არის ამის ჭამა. ეს არის იმის მიზეზი, რომ ზეთის გადაცილება, ცუდი ზეთი, გადახურება და შესაბამისად დროც შვება ამას რა. კილომეტრაჟიც შვება ამას, სულ ყველაფერი დაიცვათ და ყველაფერი კარგად გააკეთოთ, კილომეტრაჟი მაინც ამას იზავს და ვერ გაიქცევით ვერაფერს და ეს რო რასპედვალი რო დაისტუკება, მე გალოვკამთლიანად შესაძლებელი რა. ბევრი ვიცი რო აკეთებს ამოშკურკავენ შკურკით რაღაცა ლიჟბი დაიქოქოს, მაგრამ ეგ სწორი არ არის რა. ზეთის წნევა ყოველთვის უნდა ამოწმოთ და აკონტროლოთ. აზრი არა აქვს, აზრი არა. წნარადაც რო დადიან, მაშინაც შეიძლება იყოს ეგეთი რაღაცა რა. უფრო დიდი შემთხვევები არის მაღალაბაროძე რო დადიან, იმიტომ რომ თუ ცუდი ზეთი უსხიათ, თუ გადაახურეს და ასე შემდეგ, ხდება ეგეთი რაღაცა. ზეთი რო დაიწვება ტემპერატურაზე, სმასკა აღარ აქვს წესიერი და ნუ ხაზავს. მანქანის ყიდვის დროს, N55-ის ყიდვის დროს ჯობია აიხადოს ხუფი, შემოწმდეს შემშვები რასპედვალი, შემოწმდეს ვალვეტრონიკი და ნუ ცილინდრში ჩაიხედოთ კამერით, მაგას ხუფის ახსნა არ ჭირდება, სვეჩებს მოხსნით, ჩაიხედებით, მაგრამ შემშვებ რასპედვალზე ჯობია შეამოწმოთ ხუფი ახადოთ და ისე შეამოწმოთ, რომ მერე თქვენ მოტორი გასაკეთებელი არ გაგიხდეთ. ძალიან ბევრი ვიცი რომ ჩამოდის ესე გაჭედილი რასპედულით, ვანუს მოწყოტილი ჩამოდის და მერე შკურკავენ და ლიჟბი დაიქოქოს, ბევრი მინახია ისე აწყობენ და მერე იყიდით მანქანას და თქვენ გეტენებათ ეგ ყველაფერი და ამიტომ ჯობია წესიარად შეამოწმოთ ყველაფერი და მერე იყიდოთ ავტომობილი. რავი, ამის ვანუსები ისეთი არაფერი არ არის რომ რაღაცა სათქმელი იყოს. არა პრობლემა. არა. აი კრემესების ჩაი. რატო ვერ ისწავლეს? ძალიან კარგად ისწავლეს. ყველას აქვს თავისი მიდგომა მარკეტინგზე გათვლილი ყველაფერი. ო, იგრიშის პლაკატები არა შეცვლეს, რატო ვანუსებში გართვენ 3500 ლარს? იმ დღეს მეგობარმა ვანოს დაუტოვა 222 თუ 23 ვანუსებზე რა და ის ბიჭი მირეკავს უცხოელია რა და ბიჭო ძალიან ძვირი მითხრა ვანო მოდა რაღაცაო და იქ დაელაპარაკე რამე ხო ანუ ეჭვი შეეპარა ამ ბიჭს რა და დაურეკე ვანოს მეთქი რა ხდება აბა ვანუსებზე ესეს და ბიჭო ეგ ისეთი ძრავი არო ძრავი და ამოიღო სულ და დაშალო და ისე უნდა ნახო ყველაფერი შეიძლება ვანუსში არ იყოს პრობლემა სხვაგან იყოს პრობლემაო და ესე არისო და მე ვერ აუხსენი წესი არო და შენ მაინც აუხსენიო და ნუ რახან ესე ძრავია დაშლილი და ყველაფერი შესამოწმებელია უკვე ის თანხა უკვე მისაღები იყო დაბალი თანხა უთხრა ჩემი აზრით ხო რაც იყო გასაკეთებელი რო ჩაომითვალა ყველაფერი მე წესით უფრო მეც ვიტყოდი ვიდრე ვანო მუთხრა რა ხო და ამიტომ ან ყველაფერი სხვანაირად არის ყველას აქვს თავისი გათვლები ფულთან დაკავშირებით მაგალითად ადრე იყო J11 თუ J12 მე-7 სერია 750 დიზელი იყო 4 ტურბინიანი რო არის. ძრავზე ქონდა პრობლემა და ნუ ძრავი გავაკეთეთ, გავარემონტეთ და ავაწყეთ გავუშვით და. ყველაზე მაგარი ის იყო პირველად ქონდა მაგ ძრავთან შეხება და ესე დეტალურად არ ვიცოდი რა. რო დავაკვირდი მე.
ძრავის ხუფის პრაკლატკის შესამოწმებლად კი არა, ბოდიში, შესაცვლელად რომ მოვიდეს პატრონი. ისეთი პასუხი უნდა გავცე, რომ იტყვის ეს გიჟიაო რა. იმიტომ რომ ძრავის ხუფი რო ახადო, უნდა მოხსნა ტურბინა. ტურბო გიშლის ხელს ისე არ იხდება და ტურბო რომ მოხსნა, უნდა ამოიღო ძრავი. ანუ ძრავის ხუფის პრაკლატკის შესაცვლელად რომ მოდის ტიპი და ეუბნები რომ ძრავი უნდა ამოვიღო, იტყვის ხო, იტყვის ის რომ გიჟი ხარო რა და წავა შენი დედაცო გეტყვის და წავა რა. და აი ბევრი რაღაც ისეთი რაღაცაა რომ მარკეტინგულად გათვლილია რომ ელემენტარული რაღაცის გამო მოშნად გადაიხადო ფული რა. ეხა მაგალითად მამაჩემს ყავს F15, N55, 3 და 5. ვიყიდეთ სადღაც ალბათ 5 წლის წინ 80,000 კილომეტრი ქონდა გავლილი და ეხლა აქ 185,000 გავლილი. ისეთ საგანგაშო არაფერი მოსვლია მანქანას. სულ 0.30-ს ხავთ და გუშინ წინ ხუფის პრაკლატკა ხუფი შეუცვალე დიაფრაგმა გაიხადა, ხუფი შეუცვალე და რო ავხადე გამიკვირდა ისეთ თეთრი იყო ძრავი. ნუ სულ ერთი და იგივე ზეცვას ხავთ და 0.30-ს ხავთ და ვაფშე აი რასპედვალიც კი არ იყო გაცვეთილი, არაფერი არ ქონდა გაცვეთილი, ისე იდეალურად დამხვდა ძრავი რა და თუ კარგად მოულით, რავი დადის რა. მე სამდენ შეერთხელ უცვლი. ხო, მამაჩემი მე მგონი 7000-ში ერთხელ ცვლის და მე სულ ვეჩხუბები 5000-ზე შეცვალე მეთქი და არაო 7000-ეო და რავი ისეთ სისუფთავი დამხვდა შეგინით მეც გამიკვირდა რა. ხო, მეც გამიკვირდა რა, მაგრამ მე კი, ყველაფერი აქვს. მამე ყველაფერი ზეთის დამსახურება არის რა. ხარისხიან საწვავზე მამაჩემი რავი ხანსა დასხავს ისეთ კალონკებში ასხავს რომ რავი ყველაზე იაფიანი სადაც არის ოღონდ პრემიუმს ასხავს და სულ მაღაზიები მაქვს ჩხუბი რომ წესიერი ბენზინი ჩაასხი მეთქი მაგრამ რავი 105,000 გაიარა ისე რომ პრობლემა არ შექმნია არაფერს და არ ვიცი მე მაინც ვენდობი სხვა კალონკას და ხარისხიან კალონკას და მაგრამ ზეთი უფრო მთავარია რა ზეთი შვება ყველაფერს. რაც შეეხება S55-ს, M3, M4 ძრავს, ანალოგიური პრობლემები აქვს, რაც ამ N55-ს. გალოკის გაბზარვა, რასპედულის გაფუჭება, შემშვები რასპედულის გაფუჭება, ვალვეტრონიკი ერთი და იგივეა ტექნიკურად ეგორი ძრავი. ამიტომ ეგეთი რაღაცეები შეამოწმეთ ყოველთვის. M-ს თუ ყიდულობთ, მით უმეტეს 7 მაგ-ფასი ხდით, ვიდრე N55-ები არის და შეიძლება გაფუჭებული ძრავი შემოგტენოს ვიღაცა. ამიტომ ყოველთვის შეამოწმეთ ისე, რასაც გეუბნებით, რომ მე არ გქონდეთ საჩხუბარი და საქმეების გასარჩევი, რომ ეს მატორი რომ მომეცი გაფუჭდა და მთელი ამები. ანუ ავტომატურად შენ N55-ზე ვილაპარაკე გამოგივიდა რომ S55-ზე კი ბატონო. რაც N55-ზე ვილაპარაკე, იგივეა S55-ს. ხუფი უნდა ახადოთ, შეამოწმოთ, შემშვები რასპედვალი, ვალვეტრონიკის სისტემა. კლადიშები რაც არის, კლადიში ყველა მიცის რომ ყოველ 100,000-ზე ჯობია კლადიში შეიცვალოს. N55-ს ეგეთი რაღაცები ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ ნაკლებად აწვალებენ ამ მატორებს. M-ები უფრო მეტად იღებენ დატვირთვას, ვიდრე N55-ები და ნუ ჯობია 100,000-ზე კლადიშები შეცვალოთ. წინა ვიდეოში ამ M6-ით რო გავიარეთ, მე და გურამი რო ვიყავით ტესტირებას რო ვაკეთებთ, რასპედულები რო შევცვალეთ, ვიდეოში ჩანდა ჭერი მქონდა, მზეზე მეყენა და ჭერი იყო ჩამოვარდნილი რა. და ის ჭერი ჩანდა რომ ჩამოვარდნილი იყო და ფრიალებდა და ერთ-ერთმა ბიჭმა მომწერა ნახა ვიდეო რომ მე ჭერზე ვმუშაობო და მინდაო ეს ყველაფერიო გავაკეთო რა. მივედი, ნახე თავის გაკეთებული ხარისხი, ძალიან მომეწონა და დაუტოვე ჭერი მოხსნა თვითონ ჩამოვიდა, მოხსნა თუ საიმაში აქვს გაკეთებული აქვს უკვე რა, პროსტა ასაწყობია, ჩამოსატანი ასაწყობია. მე-7 სერიაზეც რო გავიარეთ, წინა სტოიკები გათეთრებული იყო მზისგან, ისიც ნახა და ისიც მომიხსნა და წაიღო და ისიც გადააკრა და რახე ნამუშევარი ამ მანქანის ჭერიც ნახე როგორა გაკეთებული და რავი ყველას გირჩევთ მაგ ბიჭს ძალიან მაგარი ბიჭია თვითონ გარაჟში მუშაობს თავის გარაჟში და მინდა გაჩვენოთ მაგის YouTube არხიც აქვს და Facebook-იც აქვს რა სადაც აკეთებს მაგ ყველაფერს და რეკომენდაციას გიწევთ ყველას რომ თუ რამე პრობლემა გექნება ჭერზე აკეთებს ნებისმიერს ამონათდება მაგ ბიჭის YouTube არხი და გამოიწერეთ, დაალაიქეთ და მიწერეთ თუ რამე დაგჭირდებათ. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის და მოწონებისთვის და ყველაფრისთვის.
გამოიწერეთ არხი, შემდეგში კიდევ უკეთეს რაღაცებს შემოგთავაზებთ. დღეს იყო ტექნიკური მხარე ვიდეო, რჩევები და არ იქნება ამ ვიდეოში არანაირი გაზაობა და რაღაცეები მთელი ამბები. შემდეგში კიდე ვნახოთ რა იქნება. მადლობა და ნახვამდის.